დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. რასაკვირველია, ჩვენ როგორც ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ დღეს როგორც იასამნისფერი თარიღის აღსანიშნავად. უცნაურად ჟღერს ხოლმე ზოგჯერ ჩვენი სახელწოდებები იმ თარიღების აღნიშვნა, რომელიც კალენდარზე, სამედიცინო მოვლენათა კალენდარზე არის აღნუსხული, მაგრამ დღევანდელი დღე არ არის ექიმების ინიციატივით და მოდით მოვლენებს თანმიმდევრულად გავყვეთ. ჯერ კიდევ 13 მარტს მთელმა მსოფლიომ ძილის მსოფლიო დღე აღნიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საბაბი ამ თემაზე რამდენიმე სიტყვა მაინც ვთქვათ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ტრადიცია ყოველწლიურად ვიკრიბებით ხოლმე ამ თარიღთან დაკავშირებით და აღნიშნავთ იასამნისფერ დღეს. დღეს, რომელიც ტრადიციულად უკავშირდება ერთი გოგონას ინიციატივას, ეს გახლავთ 8 წლის მეგან კესიდი. 8 წლის იყო სწორედ იმ მომენტში, როდესაც მან შესთავაზა საზოგადოებას და გამოიჩინა ინიციატივა, რომ ეპილეფსიის მხარდასაჭერად და ცნობადობის ასამაღლებლად იასამნისფერად შეღებილიყო ეს თარიღი კალენდარში და მართლაც ასე მოხდა. სწორედ 2008 წლიდან აღინიშნება მსოფლიოში ეს თარიღი და 2008 წლიდან ეს თარიღი აღინიშნება ჩვენს გადაცემაში. მე ამ თემაზე სტუმართან ერთად გავაგრძელებ უკვე საუბარს. როგორც გითხარით, დღევანდელი თარიღი იასამნისფრად შეიღება 8 წლის გოგონას დამსახურებით, რომელსაც მეგან კესედის სახელით იცნობს მთელი მსოფლიო და რომელმაც სწორედ ცნობადობისათვის და სოლიდარობისათვის ეს თარიღი შესთავაზა მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოებას. და მართლაც ასე დამკვიდრდა ჩვენს გადაცემაშიც. რაოდენ სასიხარულო იყო დღეს ჩემი აღმოჩენა, როდესაც მივაქცია ყურადღება როგორ გავიარეთ ეს გზა ერთდროულად. რამდენი წლისაც არის ეს თარიღი, ანუ რამდენი წელიც არის თელ მსოფლიოში მისი აღნიშვნის გამოცდილება, ზუსტად ამდენივე ხანი ჩვენ ამ თარიღს აღნიშნავთ. ანუ არც ერთი წელი ჩვენ არ გამოგვიტოვებია და დღეს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ რუბრიკას და ვაგრძელებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა ნევროლოგი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი პრაქტიკულად ჩვენი გუნდის წევრი გახლავთ, თამარ ედიბერიძე. თამუნა, დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მაყურებელს ახსოვს, რომ ამ რუბრიკას წლების მანძილზე ჩვენ ქალბატონ ათია ოგუჯავასთან ერთად ვუძღვებოდით. წელს გამონაკლისია, თუმცა ძალიან სასიამოვნო იქნება ბავშვთა ჯანმრთელობის ჭრილში დავინახოთ ეს საკითხები და დავინახოთ ძილისა და ეპილეფსიის კავშირთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იქნება ძილის გავლენა ეპილეფსიაზე და ეპილეფსია როგორ აირეკლება ძილზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მნიშვნელოვანია ეს ურთიერთკავშირი. ალბათ თავისთავად ამ დღეების დამფუძნებლებს ნაკლებად ექნებოდათ ერთმანეთთან უკავშირი და ასე ვთქვათ გათვალისწინება იმის, თუმცა ელექტროფიზიოლოგიურად და სპეციალობის ფარგლებში, ნევროლოგიის ფარგლებში ეს ორი მდგომარეობა ალბათ შემთხვევითიც არ არის, რომ ესე მოკლე დროში, ანუ დროში რაღაც პარალელურ რეჟიმში აღინიშნება თითქოს ორივეს ცნობადობის და ორივეს ასე ვთქვათ სამეცნიერო მიღწევების აღნიშვნის დღე. ერთის მხრივ ძილი, როგორც ჩვენი ორგანიზმის ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ვალდებულება, მოდი ესე ვთქვათ, ეს არ არის ფუფუნება და მეორეს მხრივ ეპილეფსია, რომელსაც აქვს ძალიან კომპლექსური ელექტროფიზიოლოგიური და ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი. მოდი დავფიქრდეთ, შეუძლებელია ისინი არ გადაიკეთოს და მათ ერთმანეთზე გავლენა არ მოახდინონ. გავლენა არის როგორც წესი ორმხრივი, ერთის მხრივ პოზიტიურ ჭრილში, რაც უფრო ჯანსაღია ძილი, რაც უფრო მოწესრიგებულია არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხის თვალსაზრისით. ის დადებითად აისახება ეპილეფსიის მიმდინარეობაზე უპირობოდ და ის ჩვენ ძალიან გვეხმარება ეპილეფსიის მართვაში. მეორეს მხრივ, რაც უფრო მოწესრიგებულია ეპილეფსია, რაც უფრო მართულია ეპილეფსია, ის უმეტესად ხელს უწყობს ასევე ჯანსაღი ძილის შენარჩუნებას. მაგრამ ვნახოთ ახლა სად შეიძლება გადავიკვეთოთ სირთულეებით. ანუ უმეტესად როგორც თქვით, ერთის მხრივ ეპილეპტოლოგები და მეორეს მხრივ სომნოლოგები, ანუ ძილის სპეციალისტები, როგორც წესი ერთ ტალღაზე
მუშაობთ და ერთი მიზანი გვაქვს მოვაწესრიგოთ ჩვენი სფერო და შესაბამისად ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. მაგრამ აღმოჩნდა რომ გარკვეულწილად ეპილეფსიასთან მიმართებაში შეიძლება იყოს ისეთი გამოწვევებიც, როდესაც ერთის მხრივ ეპილეფსიის მართვამ და სწორად მართვამ შეიძლება ხელი შეუშალოს ძილს და ამას როგორც გვერდითი ეფექტების ჭრილში ასე ვთქვათ, ჩვენი პაციენტები ძალიან სწრაფად ხვდებიან ხოლმე და სწრაფად ეჯახებიან ამ პრობლემას. შესაბამისად, ეპილეპტოლოგიის და სომნოლოგიის გამოწვევაც, ასე ვთქვათ, წლების მანძილზე ყოველთვის იყო და ბოლო წლებში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რომ ეპილეფსიის მართვა იყოს არაუბრალოდ გულყრების მართვა, არამედ ზოგადად ცხოვრების ხარისხი და მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია იმას, რომ ძილის ხარისხი იყოს მოწესრიგებული. ეხლა რომ ჩავშალოთ ცოტა უფრო დეტალურად, ხო? ერთის მხრივ ერთი მიმართულებით უკვე ვთქვით, ძილი თუ ხარისხიანია და კარგია და საკმარისია, ის ხელს ეპილეფსიას არანაირად არ შეუშლის პირიქით, ძილის დარღვევებმა. და აქ იგულისხმება არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობის დარღვევა, რომ მაგალითად პაციენტს ცოტას ძინავს, ან რამე მიზეზით დასაშვებზე ბევრი, მისთვის ბიოლოგიურად საჭირო რაოდენობაზე მეტის ძინავს, აღმოჩნდა რომ ეს შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი გულყრების, ანუ განსაკუთრებით, როდესაც დეფიციტია ძილის, ის შეიძლება იყოს როგორც ტრიგერი, ინდივიდუალური ტრიგერი. კონკრეტული ტიპის ეპილეფსიები, გენერალიზებული ეპილეფსიებს ვეძახით მათ, ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარები არიან, თუმცა ფოკალური ეპილეფსიებიც არა ნაკლებ ამ თვალსაზრისით. და აქვე ბარემ ვთქვათ, ბოლო წლების მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ დამატებითი მტკიცებულებები მივიღეთ იმაზე, რომ არაუბრალოდ ძილის ხანგრძლივობა, არამედ რეჟიმი არის მნიშვნელოვანი. რომ თუ პაციენტს აქვს მისთვის დადგენილი ბიოლოგიური რეჟიმი ძილის, რომელსაც ის კარგად არის მორგებული და შეგუებული, აღმოჩნდა რომ მაშინაც კი თუ უბრალოდ უხეშად გადავწიეთ დაძინების დრო, ან თუნდაც გადმოვწიეთ უხეშად და ხა 5 და 10 წუთის ცვლილება არ იგულისხმება, რა თქმა უნდა და რაღაც. და თუნდაც ჩვენ შემდეგ ხანგრძლივობა დავაკომპენსირეთ, ანუ მაგალითად 10-ის ნაცვლად პაციენტმა დაიძინა ღამის 12 საათზე. თუნდაც ის ხანგრძლივობა დილით გვიან გაღვიძებით დააკომპენსიროს, ის მაინც შეიძლება აღმოჩნდეს კომპენსირებული ეპილეფსიის, ანუ მართული ეპილეფსიის კომპენსაციის დამარღვეველი ფაქტორი. ანუ წონასწორობიდან გამოსვლის წინაპირობა. წონასწორობა გულყრა დაემართოს. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მათ შორის სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანისთვისაც რეჟიმი არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტი არა, ვიდრე ძილის ხანგრძლივობა, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანი უფრო ესეთია ტოლერანტული, ასე ვთქვათ და ჩვენ 1 და 2 ღამის რაღაც ესეთი დეკომპენსაცია ასე უხეშად არ დაგვაყენებს გართულებების წინაშე. თუმცა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში აღმოჩნდა, რომ შეიძლება 1 და 2 ღამის ესეთმა უხეშმა დარღვევამაც კი ტრიგერის როლი ითამაშოს ეპილეფსიასთან მიმართებაში, ხო? მეორეს მხრივ ჩვენ დიდი ხანია კარგად ვიცით, რომ ძილის ხანგრძლივობა ერთი და თვითონ ძილის ციკლურობა, ხო? ძილი ხო არ არის ეს პასიური მდგომარეობა და ერთიანი ტაიმაუტი, საკმაოდ კომპლექსური და აქტიური პროცესია ძილი. სხვადასხვა ფაზების ერთმანეთში გადასვლა, ასევე გამორჩეულად ტრიგერი შეიძლება იყოს გულყრების და ეს მეტნაკლებად ყოველთვის ვიცოდით, თუმცა კიდევ დამატებითი მტკიცებულება ამასთან მიმართებაში მიღებული, ისევე როგორც სხვადასხვა სტადიის არსებობა, არ არსებობა, თვითონ ცალკეული სტადიის ხანგრძლივობა, ან რომელიმე სტადიის დადგომის გადავადება ან შემოკლება, ასევე შეიძლება იყოს მართული ეპილეფსიის დეკომპენსაციის მიზეზი და ამაზეც ბოლო წლებში მივიღეთ დამატებითი მტკიცებულებები. ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ შეგვაიარაღებს ცოდნით, რომელიც გვაძლევს საშუალებას უკეთ ვმართოთ პაციენტების ცხოვრების ხარისხი, თუმცა მეორეს მხრივ გამოწვევებსაც გვიმატებს ამ შემთხვევაში და დამატებით ანუ საყურადღებო ასპექტებს გვიმატებს ამ მიმართულებაში. და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ეპილეპტოლოგიის და სომნოლოგიის საზღვარზე, ასე ვთქვათ, გამოწვევად იქცევა ხოლმე, ეს არის მედიკამენტები. აი აქ არის სწორედ ის დიდი ჯგუფი, როდესაც ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ხელი შევუშალოთ ანუ როდესაც მედიკამენტი ხდება, აი მედიკამენტი არის გამოწვევა და მედიკამენტი, რომელიც ერთის მხრივ შერჩეულია იმიტომ, რომ ეპილეფსიური გულყრები არ იყოს და ჩვენ არანაირად არ გვაწყობს მიმდინარე ეპილეფსიური გულყრები და მიმდინარე ეპილეფსიური აქტივობა განსაკუთრებით თუ ის ძალიან ბევრია და დატვირთულია ძილის ფაზები ეპილეფსიური ფენომენებით, ის ძილის ხარისხს უპირობოდ აუარესებს და მეცაც გეტყვით ძილის კონკრეტული ფაზები, მაგალითად
ნელი ძილის ფაზა არის საპასუხისმგებლო პროცესი ჩვენი შემეცნებითი პროცესისთვის. ჩვენ ხო ვიცით რომ მეხსიერება არ მთავრდება იქ, როცა უბრალოდ წავიკითხეთ ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა გამოიძინოს ჩვენთან ერთად, მან უნდა გაიაროს ეს ნელი ძილის სტადია, რომ მოხდეს მისი კონსოლიდაცია და ხარისხიანად შენახვა ჩვენ ინტელექტუალურ საცავებში. თუ ჩვენ ეს ნელი ძილის სტადია დავარღვიეთ რამე მიზეზით და ეპილეფსიური აქტივობები ბჭყალებში ემტერებიან ხოლმე ამ სტადიას, ასე ვთქვათ, შევამოკლეთ, არასწორად გავახანგრძლივეთ ან დავტვირთეთ, ის ხელს შეუცვლის შემეცნებით აქტივობას და ეპილეფსიური ენცეფალოპათიების დროს ამას ძალიან კარგად ვხედავთ ხოლმე ჩვენ. მაგრამ მედიკამენტები რას გვაკეთებს? ნახეთ, ერთის მხრივ იმიტომ, რომ გულყრები მართონ, ისინი ზოგიერთი მათგანი ერევა ძილის ფაზებში. მაგალითად, შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ძილიანობის განცდა, ანუ თითქოს მოთენთილობა, სიფხიზლის დონე გააუარესოს, მაგრამ თავისთავად ძილის ხარისხი, ნახეთ, ნელი ძილის ხარისხი შეამციროს და უფრო სიფხიზლეში გადაიყვანოს, იმიტომ რომ ის კონკრეტული გულყრა მგრძნობიარეა ნელტალღოვანი ძილის მიმართ და ზედაპირულ ძილში დაუშვათ ნაკლებად ემართება. მაგრამ ამ დროს მოდის ზუსტად აი ეს დისონანსი, რომ უარესის, ანუ ცუდი და უფრო ცუდი დაუშვათ გადაწყვეტილება, რომელი იქნება უკეთესი ამ შემთხვევაში. გამოსავალი რა არის? ერთის მხრივ მჭიდრო მონიტორინგი პაციენტის ძილის ხარისხის, მეორეს მხრივ მინიმალური თერაპიული დოზის შენარჩუნება, ასე ვთქვათ, მედიკამენტთან მიმართებაში. კი, და ძილის სხვა მახასიათებლების გაუმჯობესება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ხოლმე გამოწვევები, როდესაც ის რომ სრულად ყველაფერი იდეალურად მოხდეს და ესე არ გადავიკვეთოთ, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ხერხდება. და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ვიდრე დავასრულებთ საუბარს, აუცილებლად უნდა შევეხოთ. ეს არის ცივილიზაციის საჩუქართა შორის მთავარი საჩუქარი, რომელიც ერთი მხრივ ძილის დარღვევასაც უწყობს ხელს, მეორე მხრივ შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული, მაპროვოცირებელი იმ მდგომარეობისა, რასაც ჩვენ ეპილეფსიურ გულყლებზე, როდესაც საუბრობთ ხოლმე, ვამახვილებთ ყურადღებას. განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, როდესაც მთელი სამედიცინო სამყარო, პედიატრიული სამსახური ყოველდღიურად საუბრობს, ყოველწუთიერად აფრთხილებს საზოგადოებას, ეს არის ეკრანთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს გახავთ ცისფერი ნათება, იისფერი ნათება. დღევანდელ დღეს ძალიან უხდება ეს ტერმინი, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან დამტვირთავია. მას აქვს გარკვეული ტვირთი როგორც ძილთან მიმართებაში, ასევე ეპილეფსიასთან მიმართებაში და ბავშვების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საყურადღებოა. აი აქ როგორ არის გადაკვეთა, როგორ შეიძლება ამის მართვა? ამ შემთხვევაში მოკავშირეები ვართ ეპილეფტოლოგები და სომნოლოგები, ანუ ეს ორი ქვესპეციალობა, ასე ვთქვათ, ნევროლოგიის, ვინაიდან ორივე შემთხვევაში მოკეთ კარგი არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით, მაშინაც კი თანამედროვე გაჯეტებს აქვს ამ ცისფერი ნათების გამოთიშვის უნარი, ასე ვთქვათ, და საშუალება, თუმცა ამის მიუხედავად გარკვეული ეკრანული სიხშირეები, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით არსებობს ეკრან სპეციფიური ფოტოსენსიტიური ეპილეფსიები, როდესაც მაღალია ტრიგერის არსებობის რისკი სიტყვაზე და იქ პირდაპირ მნიშვნელობით არის თავისი რეჟიმი, ასე ვთქვათ, გაჯეტების მოხმარების, მათ შორის სპეციალური სათვალე იქნება თუ სათვალის გარეშე, მაგრამ სხვა შემთხვევაშიც აი სწორად აღნიშნეთ, ძილის დარღვევის ხარჯზე ფაქტიურად უნივერსალურია გაჯეტის გავლენა ეპილეფსიის მართვაზე. შესაბამისად, ის რეკომენდაცია, რაც წესით ყველასთვის რეკომენდებულია, წესით ასაკ და მოუკიდებელი რეკომენდაცია, იმიტომ რომ არც ჩვენთვის არ არის სასარგებლო ეს და განსაკუთრებით თუ ამას გართობისთვის ვიყენებთ, არანაირი გამართლება არ აქვს ძილის წინ გაჯეტის გამოყენებას. ეხლა თუ რაღაც უპირობოდ სამუშაო არა გვაქვს მაგალითად შესასრულებელი. ბავშვებთან მოდი შევთანხმდეთ, რომ ნაკლებად არის ხოლმე ესეთი ვალდებულება, რომ მათ სამუშაოდ გამოიყენონ, ისინი ძირითადად გასართობად იყენებენ. დაძინებამდე 2 საათით ადრე კრიტიკულად რეკომენდებულია, რომ გაჯეტისგან იყოს თავისუფალი ჩვენი დღის რეჟიმი, ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით ეპილეფსიის მქონე ბავშვებთან მიმართებაში და მაქსიმალურად ესეთი რელაქსაციური მეთოდების, სხვანაირი რელაქსაციური მეთოდების გამოყენება, ისე როგორც დღის მანძილზე რეჟიმი გაჯეტთან მიმართებაში ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ანუ უპირობოდ როგორც ძილის სპეციალისტები, ასევე ეპილეფსიის სპეციალისტები არ მიესალმებიან გაჯეტების გამოყენებას. ეს რა
თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარს ვამბობთ. ეხლა ბევრს გაახსენდება და ბევრს წამოუტივტივდება, მაგალითად, ჭკვიანი საათების გამოყენება ძალიან აქტიურად, ნელ-ნელა აქტიურად ინერგება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ძილის მონიტორინგი, ძილის ხარისხი, ძილის ხანგრძლივობა, ჩაძინება გაღვიძების დრო დავაფიქსიროთ ჩვენგან დამოუკიდებლად და ჩვენი გულის ცემის თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ჭკვიანი საათი დაგვეხმაროს მაგალითად ამის მართვაში, ისე მათ შორის ბავშვებთან მიმართებაშიც, ანუ ეს ცალკე ფენომენია და შეიძლება აქტიურად გამოვიყენოთ, თუმცა თვალების მიმართ მიმართული ლურჯი ნათება ან თუნდაც ლურჯი ნათების გარეშე გაჯეტები სასარგებლო არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში არ მივესალმებით ამას. თამნა, ძალიან დიდი მადლობა. რასაკვირველია, ჩვენი საუბრების ციკლი გაგრძელდება და დღევანდელი ჩართულობა შენი ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ პროექტში ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იყო, იმიტომ რომ ბავშვების წახნაგი წარმოვაჩინეთ და წარმოვაჩინეთ, მე ვფიქრობ, ყოველდღიური რეალობის შესაბამისად ძალიან აქტუალურ ჭრილში. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. ხანმოკლე ტიხრის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კოლეგასთან ერთად საუბარს. ვაგრძელებთ დღევანდელ საუბარს და როგორც თარიღს შეესაბამება, როგორც დღევანდელი დღის ფერს შეესაბამება, ჩვენ ვეცდებით ეპილეფსიის ცნობადობისათვის კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. საკითხს, რომელიც წლების მანძილზე გარკვეულ სიფრთხილეს იწვევდა სამედიცინო საზოგადოებაშიც კი თქვენ წარმოიდგინეთ, თუმცა დღეს ეს რეალობაა და საბედნიეროდ ეს რეალობაა საქართველოსთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ნეიროქირურგი პროფესორი ბატონი ლადო წიქარიშვილი. ლადო, დილამშვიდობისა. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მოგილოცავთ ახალ მშვენიერ სტუდიას, ძალიან გამეხარდა. მადლობა და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დღევანდელი სტუმრობა. ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით ერთმანეთს და უამრავ ნეიროქირურგიულ პრობლემაზე გვისაუბრია მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა წლების განმავლობაში ჩვენ ვეხებოდით კიდევ ერთ საკითხს, რომელსაც ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა ჰქვია. უჩვეულოდ ჟღერდა, როდესაც პირველად თქვენ დაიწყეთ ამ თემაზე ჩვენთან გადაცემაში საუბარი და გარკვეული შიშნარევი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენ საზოგადოებას. თითქოს დაუჯერებელიც და მიუღებელიც იყო. თუმცა ის რომ დღეს ეს მეთოდი არის ძალიან ფართოდ გამოყენებული მთელ მსოფლიოში, ერთი გამარჯვებაა და ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომ ეს მეთოდი რეალობაა საქართველოსთვის. როგორია სურათი დღეს და რა შედეგები შეიძლება გქონდეს, მით უფრო რომ მისი გამოყენება თქვენ უკვე დაიწყეთ ბავშვების შემთხვევაში. კი ბატონო, აბსოლუტურად მართავ ვზანებთ. მოკლე შესავალს გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემს უფროს კოლეგებს, ასე ვთქვათ, მე წინთ ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს ნევროლოგიის ინსტიტუტში ეს მიმართულება განვითარებული იყო. ანუ იმ დროს არსებული სამედიცინო შესაძლებლობები რაც არსებობდა, ვცდილობდა რომ ფეხი აეწყო და ეპილეფსიის ქირურგია საქართველოში 80-90-იან წლებში გარკვეული ხარისხით კეთდებოდა. მე იყო დიდი ჩავარდნა მოგეხსენებათ რატომაც და დაახლოებით 7-8 წელიწადი არის ჩვენ ასე ვთქვათ გერმანელ კოლეგებთან ერთად დავიწყეთ ამ თემის გააქტიურება. ეს მარტივი არ იყო, მიუხედავად ჩვენი წამყვანი ეპილეპტოლოგების, რომლებიც არაფერს არ იშურებენ, რომ ეს სტიგმა ასე ვთქვათ დაძლეული იყოს მოსახლეობაში და ის თანამედროვე მეთოდები, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ქირურგიის, რომ ცნობადობა აეწიათ მოსახლეობისთვის, ამის და მიუხედავად საწყის ეტაპზე აუცილებელი იყო საერთაშორისო, ასე ვთქვათ, კოლაბორაცია. პირველ ეტაპზე მოზრდილთა, ასე ვთქვათ, ეპილეფსიით დავიწყეთ, კერძოდ ეს იყო საფეთქლის წილის დაზიანებით გამოწვეული ეპილეფსიური გულყრების, ფარმაკორეზისტენტული გულყრების ქირურგიული მეთოდით მკურნალობა, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. გაიზარდა ცნობადობა და თითქმის 20-30 პაციენტი არის უკვე ნაოპერაციები მოზრდილებში. დაახლოებით წელიწად ნახევრის უკან, 2 წლის უკან უკვე აღნიშნული, ასე ვთქვათ, ტენდენცია გადმოვიდა უკვე პედიატრიულ პოპულაციაში. აქაც
ჩვენი წამყვანი ეპილეპტოლოგების და ბავშვთა ნევროლოგების სასიკადულოდ უნდა ითქვას, რომ მათ თქვა მოახერხეს საერთაშორისო ასე თქვა კოლაბორაციის გამოძებნა. შორის ქართველი ეპილეპტოლოგი არის ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში ეპილეფსიური მიმართულების ხელმძღვანელია და მისი დიდი დახმარებითაც და საქართველოში ჩვენი ეპილეპტოლოგების და ქალბატონ ნანას ასე თქვა დიდი მეცადინეობით მოხერხდა ეს საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე დავიწყეთ ამ პაციენტების პირველ რიგში სელექცია, ვისაც აუცილებელი არის პრექირურგიული ეტაპი, სადაც ნეირორადიოლოგები, ეპილეპტოლოგები, ნეიროფსიქოლოგები, ნეიროქირურგები ვჯდებით და ყველა დეტალს ნიუანსს გავდივართ. უკვე ბავშვთა ასაკში. და ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 15, ასე ვთქვათ, ბავშვს გავუკეთეთ ოპერაცია. საბედნიეროდ უმეტესმა მათგანმა საკმაოდ მაღალი ეფექტურობით რაიმე სერიოზული გართულების გარეშე ჩაიარა. ერთ სპეციფიკას დავძენდი, განსხვავებით მოზრდილებისაგან, ახლა ეს პროფესიონალებისთვის შეიძლება იყოს გასაგები, თუ იქ ჭარბობს საფეთქლის წიგნის ჰიპოკამპის სკლეროზით გამოწვეული გულყრები, ბავშვთა ასაკში პათოლოგიების ნუსხა, ქირურგიული ჩარევის არსენალი განსხვავდება, რაც ასე ვთქვათ, ჩვენ სასიკადულოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი ტიპის, საკმაოდ მაღალი სირთულის ბევრ წამყვან ასე ვთქვათ კლინიკას და ქვეყანას რო შეშურდება იმ სირთულის ოპერაციების ასე ვთქვათ ჩატარება შევძელით. და ეს ტენდენცია, ეს თანამშრომლობა გრძელდება და უახლოეს მომავალში ჩვენ გეგმავთ კიდე გარკვეული სახის ასე ვთქვათ ნოვაციების დანერგვას ამ მიმართულებით. რა ასაკობრივი ჯგუფი იყო ბავშვების დაახლოებით? შეზღუდვა არ აქვს. ახლა ყველაზე პატარა დაახლოებით ბავშვები 1 წლის იყო, თუმცა არის ესეთი სპეციფიკა ბავშვთა ასაკში რიგ შემთხვევებში არსებობს კატასტროფული, ესეც ქვია, ასე ვთქვათ, გულყრები, რაც გულისხმობს დღის 24 საათის განმავლობაში გულყრების სიხშირე შეიძლება იყოს 50-100. აქედან გამომდინარე, ეს იმდენად დამანგრეველი არის ბავშვის პატარა თავის ტვინისთვის, მისი განვითარებისთვის, რომ რეალური უჩვენება ასაკის არ არის, ასე ვთქვათ, შეიძლება რამოდენიმე თვის, 6 თვის ბავშვს შეაუტარო აღნიშნული ოპერაცია. უბრალოდ პრობლემას წარმოადგენს იმ ტიპის ოპერაციები, რომელიც ამ დროს კეთდება, ხო საკმაოდ მოცულობითი არის და ბავშვთა ასაკში სისხლის დანაკარგთან მიმართებაში შენ ძალიან შეზღუდული ხარ. ერთადერთი ფაქტორი, რაც ასე ვთქვათ, ქირურგიულ ბრიგადას ასე ვთქვათ, გვაღელვებს, რომ წონა უნდა იყოს საკმარისზე უფრო მეტი, რომ სისხლის დანაკარგვა შენ არ შეგიშალოს ხელი ქირურგიული ჩარევის სრულყოფილად შესრულებისთვის. თუმცა კიდე დავძენ, რაიმე ასე ვთქვათ, სერიოზული შეზღუდვა ასაკობრივ ჯგუფებში არ არის. 1 წლიდან და ზემოთკენ ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევის წარმოება ბავშვთა ასაკში მაღალი ეფექტურობით არის შესაძლებელი. მე შემთხვევით არ ვახსენე საუბრის დასაწყისში შიშნარევი დამოკიდებულება და ნაკლები ნდობა. ნებისმიერი სიახლე აღძრავს ხოლმე ასეთ დამოკიდებულებას და ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ კონკრეტულ მეთოდთან მიმართებაში შეიძლება ეს ქონოდა საზოგადოებას. მაგრამ კიდევ უფრო მეტია სიმძაფრე ამ განცდების, როდესაც თავის ტვინს ეხება და როდესაც ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. იმ გამოცდილებამ, რომელიც უკვე დაგროვდა, ლადო, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეცვალა მშობლების დამოკიდებულება, შეცვალა ცნობადობა ამ თემასთან დაკავშირებით, იგივე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, განწყობები მშობლების შემთხვევაში იცვლება თუ არა? ცხადია, მათი ინფორმირების ხარისხის ზრდასთან ერთად. ძალიან კარგი, აქტუალური და სწორი კითხვა არის, მადლობა ამისთვის. რომ შევადაროთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქამდე ეს პაციენტები უმეტეს შემთხვევაში უცხოეთში მიდიოდნენ, ასე ვთქვათ, კუნალობის ჩატარებისთვის. სხვადასხვა მოზრდილებში უფრო გაგვიჭირდა ამ თემის, ასე ვთქვათ, შემოტრიალება, ვიდრე ბავშვებში. ახლა ეს თავისთავად, ასე ვთქვათ, პედიატრიული სერვისის დამსახურებაც არის, ანუ იმ ნევროლოგების, ეპილეპტოლოგების, ასე ვთქვათ, ჩართულობა, რომელთა კისერზე გადადის ძირითადი თემა. იმიტომ რომ ნეიროქირურგიაში ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც პირველი მევიოლენი არ არის ნეიროქირურგი, პირდაპირ გეუბნებით, ანუ ბავშვთა ნევროლოგიზე მოდის დიდი პასუხისმგებლობა. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ასე ვთქვათ, სწორ კოლაბორაცია ჩვენ ევროპულ კოლეგებთან. თორე ხა ქართველებს გვიყვარს, ასე ვთქვათ, ყველაფერი საუკეთესო, მithomაც საუბარი ეხება ბავშვს, იქ მშობელი არაფერს არ დაგიდებს და ყველანაირ, ასე ვთქვათ, საშუალებას და გზებს მოძებნის, რომ როგორმე, ასე ვთქვათ, უცხოეთში წავიდეს. ჩვენი უცხოელებიც ამ ხრივაც, ასე ვთქვათ, დაგვეხმარენ. როგორც ახლა მოგახსენეთ, ყველა შემთხვევაში ხო ეს საერთაშორისო პრაქტიკა იმართება ხოლმე, ესე ქვია, ეპილეფსიის კონფერენცია, სადაც ყველა სპეციალისტი არის ჩართული ამ კონკრეტული შემთხვევის განხილვაზე,
უნალობის რომელი მეთოდი არის უფრო ეფექტიანი ბავშვისთვის, მით უმეტეს უცხოური, ასე ვთქვათ, სპეციალისტების ჩართულობაც. სავარაუდოდ ამანაც განაპირობა, რომ ეს ვთქვათ ის რეპუტაციული, ვთქვათ, რისკები, რომელიც დაკავშირებული არის ახალ წამოწყებასთან, მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, მოახერხეთ, რომ მინიმიზირებული ყოფილიყო და იწეხა რაც თქვი, ისეთ სახის ოპერაციები შევასრულეთ ჩვენ. ეხლა თვითონ ის ავსტრიელი კოლეგა, ვინც არის ჩართული ამაში, ასე ვთქვათ, აქტუალურად ასე ვთქვათ, ხუმრობით ამბობდა, რომ ამ ტიპის ამ დონის ოპერაციები ეს განეკუთვნება ეპილეფსიის მეოთხე დონეს. ახლა მე არ მინდა, ასე ვთქვათ, დეტალებში შევიდე ეს რას ნიშნავს, მაგრამ ქირურგიული თვალსაზრისით ყველაზე რთული ოპერაციები შესრულდა იაშვილის ავადმყოფოში. მე ძალიან დიდი სიამაყით საუბრობ დღეს ამ თემაზე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა გზა და რა შრომა დგას ამის უკან, თუმცა თქვენ ვინც ამას უშუალოდ აკეთებთ, ყველაზე კარგად იცით რა რთული იყო ამ წერტილამდე მოსვლა. როდესაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც არის უკვე კონკრეტული რიცხვი, არა უბრალოდ ნაოპერაციები ბავშვების, არამედ წარმატებული მართვის შემთხვევები. როდესაც ვაფასებთ სიტუაციას, ოპერაციული ჩარევის მერე, ბავშვი რომელიც რჩება ბავშვთა ნევროლოგის ზედამხედველობის ქვეშ, ეპილეფსიის მართვა იცვლება, ლადო, განსხვავებულია მიდგომა? რა თქმა უნდა, მე მინდა, ასე ვთქვათ, მოსახლეობამ რომ კარგად გაიგოს, ეპილეფსიის, ასე ვთქვათ, ქირურგია პანაცეა არ არის. ანუ არსებობს ოპერაციები, ხო, რომელიც გულყრების კონტროლის ძალიან მაღალი ალბათობით ეფექტურად ასე ვთქვათ კონტროლი ხდება და ახლა განკურნებაზე არ არის აქ საუბარი. აქ საუბარი არის 5-10 წლის განმავლობაში გულყრების სიხშირის მაქსიმალურ შემცირებაზე. აი ეს დიაპაზონი გულყრების შემცირების, ხო, განსხვავდება, ასე ვთქვათ, გამომწვევი მიზეზისაგან, განსხვავდება ქირურგიული ჩარევის ტიპისაგან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქირურგიის მიზანი არის ერთი, რომ გულყრები ამ პაციენტს ან საერთოდ არ ქონდეს, ან თუ ექნება, უნდა იქნას კონტროლირებადი წამლების მიერ, იმიტომ რომ თქვენ კითხვას, ასე ვთქვათ, უბრუნდები, ოპერაცია ეს არ არის იმისი, ასე ვთქვათ, გარანტია, რომ პაციენტს, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრების გარეშე გულყრები არ დაემართება. პირველი 2 წლის განმავლობაში ის მუდმივ მეთვალყურების ქვეშ არის ეპილეპტოლოგის ბავშვთა და უგრძელდება ის კუნალობა, რომელიც, ასე ვთქვათ, მოწოდებული არის. ხოლო ამის შემდეგ ხდება ხოლმე, ასე ვთქვათ, გულყრების საწინააღმდეგო წამლებიდან პაციენტის გამოყვანა. სამწუხაროდ არსებობს გულყრების ფორმები, ხო, სადაც ასე ვთქვათ, ქირურგიულ ჩარევას ეგრეთ წოდებული დამხმარი, მოდიფიცირებადი ფუნქცია აქვს. ანუ 100%-დან დაახლოებით 50% შემთხვევაშიც ვახერხებთ ხოლმე გულყრების სიხშირის შემცირებას და იმ ტიპის გულყრების შემცირებას, რომელიც პაციენტის სიცოცხლისათვის არის, ასე ვთქვათ, ძალიან საშიში. ამას ეძახიან ატონიურ გულყრებს, აი მაგალითად პაციენტი შეიძლება გულყრების დროს დაიცეს და ნუ სხეულის, ასე ვთქვათ, ტრავმა მიიღოს. არსებობს, ასე ვთქვათ, ქირურგიული ჩარევები, რომლებიც აი ამ სახის, ასე ვთქვათ, გულყრებზე არის ფოკუსირებული, რომ გულყრების განვითარების მიუხედავად პაციენტმა თავის სხეულის ტრავმა არ მიიღოს. მოკლედ რომ გავცეთ თქვენ კითხვაზე პასუხი, ეს პაციენტები აუცილებლად ოპერაციის შემდეგაც კი, ასე ვთქვათ, მუდმივ მეთვალყურების ქვეშ რჩებიან, თუმცა გამომდინარე იქ თუ კი სწორად არის შეფასებული, შერჩეული პაციენტი ქირურგიული ჩარევისთვის, ხო, გულყრების სიხშირე დრამატულად მცირდება, რაც ეს, ასე ვთქვათ, ძალიან ეხმარება ბავშვს, მშობელს, იმიტომ რომ ეს ბავშვებს მერე სოციალური დეზადაპტაცია და მათი განვითარებაზე ხელი შეშლენ სერიოზული პრობლემა არის და უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ხერხდება, რომ ბავშვმა ჩვეულებრივად მოახერხოს თავის თანატოლებთან თამაში იქნება, სწავლა იქნება თუ ბაღში სიარული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინადადგმული ნაბიჯი არის ხოლმე. თუმცა სამედიცინო პერსონალის თვალსაზრისით მეთვალყურებას მუდმივად საჭიროებენ. მე შეგნებულად დაგისვით ეს კითხვა, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემას ბავშვები არ უსმენენ, ჩვენს გადაცემას უსმენენ მშობლები. და პრაქტიკულად ეს ინფორმაცია, რაც თქვენ კითხვის პასუხად მითხარით, გარკვეულწილად არის მათთვის განკუთვნილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ეტყოდით თქვენ ოპერაციის წინ ყველა მშობელს. და მე მგონია მაინც, რომ როდესაც ზრდასრულების შემთხვევაში და ბავშვების შემთხვევაში განსხვავებული იყო მაგალითად რეაგირება
სად უფრო სწრაფად დაიძრა პროცესი, გადამწყვეტი აღმოჩნდა სწორედ მშობელმა, რომელმაც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, გაიაზრა საკუთარი შვილისთვის საჭიროებები და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა მშობელთან დაკავშირებით, ვიდრე დავასრულებთ ჩვენს საუბარს, რამდენად დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული მშობელი ოპერაციამდე, იმ შესაძლებლობებზე და თუნდაც იმ ფაქტებზე, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ გულყრები არ გაქრება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს თითქმის გამოჯანმრთელება, ზოგიერთ შემთხვევაში შემცირება და ისიც შესაძლებელია, რომ მოხდეს წარუმატებლად დასრულება მათი წარმოდგენით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველა საკითხს მე მშობლებთან ერთად დეტალურად გავდივართ. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რა მოცემულობა არის, რა მოლოდინები შეიძლება უნდა ქონდეს მშობელს, რა რისკების შემცველი არის, ამას ყველა, ასე ვთქვათ, ამ ფაქტორს დეტალურად გავდივართ ხოლმე. ამისი მყავდა ერთი პაციენტი, თითქმის დღეში ჰქონდა წარმოუდგენელი 50-70 გულყრა. ოპერაციის შემდეგ, ხო, მისი სიხშირე ახლა თუ შემცირდება 90%-ით, ხო დღის განმავლობაში 5-6 გულყრა მშობლისთვის იმხელა შვებას წარმოადგენს, იმიტომ რომ შეუძლებელი არის, ასე ვთქვათ, ამ ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გამუდმებითი, ასე ვთქვათ, გულყრების პირობებში, როდესაც არანაირი წამალი მას არ შველის. ამას ეძახიან კატასტროფულ გულყრებს, რომლებიც ვერანაირი, ასე ვთქვათ, რესურსი, ადამიანური ყურადღება, საერთო შეუძლებელი არის, რომ ეს ბავშვი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელად ჩაითვალოს. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში დეტალურად ვეუბნებით, რა მოლოდინები შეიძლება ქონდეს. ახლა ჩვენ ახლა დავიწყოთ ოპერაციების კეთება და სოფლიოში დაგვირგვინებული არის საკმარისი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა, ამიტომ ჩვენი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა და საბედნიეროდ უმეტეს შემთხვევაში მშობლები თვითონ არიან, ასე ვთქვათ, მოწადინებულები, ჩართულები, რომ თუ კი რაიმე საშუალება არსებობს, რომ ასე ვთქვათ, გულყრებისგან პაციენტი იქნას ბავშვი განთავისუფლებული, ძალიან მოტივირებულები არიან. განსხვავებით მოზრდილებისგან სხვათა შორის. იმიტომ რომ ახლა მოზრდილებში ცოტა სხვა სტიგმა არის, თვითონ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი შესახებ, მიუხედავად იმ შლეიფისა, რომელიც სანათესავო თავს, ასე ვთქვათ, ატყვია და აქ, ასე ვთქვათ, ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის მშობელზე. ამიტომ მათთან, ასე ვთქვათ, ეს პარტნიორული, ასე ვთქვათ, ურთიერთობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და საბედნიეროდ მათი დახმარებითაც შევძელით ის, რაც, ასე ვთქვათ, ზებოთ მოგახსენეთ. მე თავისუფლებას მივცემ და მოგილოცავთ ამ წარმატებას, იმიტომ რომ არ არის მარტივი რაღაც ნაბიჯები გადადგა, ისე რომ თან პროფესიულად გადაჭრა ამოცანები და თან ადამიანურ ურთიერთობებში ჩართულ ექიმს მოუწიოს დაარწმუნოს გადაწყვეტილების მიმღები იმაში, რომ ეს არის მისი შვილისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გზა, რომელიც თქვენ გამოიარეთ, იყო ძალიან წარმატებული და ნამდვილად პროფესიულად, როგორც ექიმს ნამდვილად გილოცავთ ამას. და დღეს ვფიქრობ, თემატურად რა შეიძლებოდა გვეთქვა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ვთქვით, როდესაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები, როდესაც ბავშვების ჯანმრთელობას ეხება და ბავშვების და მათი მშობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ლადო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ ნეიროქირურგი პროფესორი ბატონი ლადო წიქარიშვილი და მე არ გემშვიდობებით წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი ჩვენი გადაცემის კონცეფციის განსაკუთრებული ნაწილია. იმიტომ რომ ადამიანზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ პროცესზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ვსაუბრობთ. და ამავე დროს ვსაუბრობთ სხვადასხვა პრობლემაზე, რომელთა თავიდან აცილება და არსებობის შემთხვევაში მართვა შეგვიძლია კვების მეშვეობით.
როდესაც ჩვენ საუბრობთ ზოგად რესურსზე ადამიანის ორგანიზმისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ჩვენი იმუნიტეტი. მოდით მაქსიმალურად გავამარტივოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი თავდაცვა, ეს არის ჩვენი რესურსი პრობლემებთან გამკლავების, ეს არის ჩვენი შესაძლებლობა დავძლიოთ დაავადებებიც და ნებისმიერი საფრთხეც, რაც შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენს ორგანიზმს, მაგალითად ხილული ან უხილავი საფრთხის თვალსაზრისით. მაგრამ არის თუ არა იმუნიტეტის სამიზნე, როდესაც მაგალითად ეპილეფსიაზე ვსაუბრობთ. არის თუ არა იმუნიტეტის სამიზნე, როდესაც ძილის დარღვევაზე ვსაუბრობთ. კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ დიახ, ასეა. რა თქმა უნდა, ძილი იმუნიტეტის კავშირი შეიძლება სხვადასხვაგვარად ავხსნათ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ეს გახლავთ სწორედ სარეგულაციო მექანიზმების, ანუ მართვის პულტის კოორდინაციის დარღვევა, რომელიც ძილის დარღვევასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს აისახება იმუნიტეტზე. არასაკმარისი ძილი, არასრულფასოვანი ძილი, ეს არის ჩვენი ორგანიზმის წონასწორობის დარღვევის წინაპირობა, რაც თავისთავად აისახება ყველა პროცესზე, ყველა სისტემაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, აისახება იმუნიტეტზე, თუნდაც ნაწლავ ტვინის ღერძის გავლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, რომელიც ეპილეფსიის შემთხვევაში არის გასათვალისწინებელი. როდესაც თავად დიაგნოზი შეიძლება იყოს ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების დაქვეითების წინაპირობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ცხადია არა ყოველთვის, ან როდესაც მედიკამენტები იწვევს საკვები ნივთიერებების ნაკლებობას ორგანიზმში. მოგეხსენებათ, წამლის ამოცანა არის კონკრეტულ ამოცანას დაუპირისპირდეს, კონკრეტული ამოცანის გადაჭრაში დაგვეხმაროს, მაგრამ მას შეიძლება თანახლდეს გარკვეული ცვლილებები ორგანიზმში, მათ შორის საკვები ნივთიერებების შეთვისების ხარვეზი, საკვები ნივთიერებებზე მოთხოვნილების გაზრდა, ორგანიზმში არსებული საკვები ნივთიერებების რესურსის დაქვეითება და ასე შემდეგ. შედეგი მარტივია. ორგანიზმი, რომელიც არის გამოფიტური არასაკმარისი ნაკვებობის მდგომარეობაში და ამის ხელშემწყობი შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი. ამიტომ ჩვენს იმუნიტეტს, როგორც თქვით, დიაგნოზიც აზარალებს, დიაგნოზის სამკურნალო მდგომარეობაც აზარალებს, ცხოვრების წესის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ძილის დარღვევა არის, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ან არ ჰქონა, შეიძლება ეპილეფსიაზე, ძილის დარღვევაზეც იკვეთებოდეს, ისევე როგორც წონის მერყეობა, არასაკმარისი ან ზედმეტი წონა, ისევე როგორც წყლის არასათანადო მოხმარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ იმუნიტეტისთვის საჭირო კომპონენტებს, ყველა ჩამოთვლილი ფაქტორია გასათვალისწინებელი და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მავნეჩვევების ქონა არ ქონა, რომელმაც რა საკვირველია შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს ძილის დარღვევაზეც, ეპილეფსიის მართვაზეც და თავად იმუნიტეტზეც. როდესაც ჩვენ საუბრობთ საკვებ პროდუქტებში არჩევანთან დაკავშირებით, პროცესირებულ, ანუ მრავალგზის დამუშავებულ პროდუქტებზე. ყველა ეს პროდუქტი არის იმ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის ხელშემწყობი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ოქსიდაციურ სტრესს აძლიერებს ჩვენს ორგანიზმში, ანთებას აძლიერებს. ეს ყველაფერი თავის მხრივ ძილის დარღვევის და ეპილეფსიის მართვის გაუარესების წინაპირობაა. მაშინ გამოდის, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც არის უკიდურესად ტექნოლოგიურად გადამუშავებული, რომელიც ანთებას უწყობს ხელს, რომელიც თავისუფალი რადიკალების დაგროვებას უწყობს ხელს ჩვენს ორგანიზმში, არის საკმაოდ სახიფათო გადაწყვეტილება ძილის დარღვევისთვისაც, ეპილეფსიის მართვისთვისაც და შედეგად იმუნიტეტისთვის. რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად? რასაკვირველია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში, როდესაც კვებაზეა ლაპარაკი, უბრალოდ ორგანიზმის დაკმაყოფილება კი არა, ის ბალანსი, რომელიც უნდა იყოს მოხმარებულ და დახარჯულ ენერგიას შორის. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი გადახრა ამ წონასწორობისა იქნება ნაკლებობის თუ სიჭარბის მიმართულებით აზარალებს ჩვენს იმუნიტეტს, რადგან ორივე მათგანი არის მალნუტრიცია, ანუ არასაკმარისი ნაკვებობის მდგომარეობა, რომელიც ცვლის ჩვენი ორგანიზმის დაცვით რესურსებს.
კიდევ არის ერთი საიდუმლო, რომელზედაც ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ. ეს არის საიდუმლო, რომელიც იმ მიკროსამყაროშია დაშიფრული, რომელსაც ჩვენი ნაწლავით ვატარებთ. და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ წონასწორობის დარღვევა, მაშინ, როდესაც იმუნურ პასუხზე ნაწლავია პასუხისმგებელი, მაშინ, როდესაც ანტისხეულების წარმოქმნასთან დაკავშირებით უზარმაზარი როლი მიუძღვის ჩვენს ნაწლავს, როდესაც კონკრეტული სარეგულაციო მექანიზმების მართვაში ნაწლავში არსებულ უჯრედებს უზარმაზარი წვლილი შეაქვთ, აი ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ტერმინს ნაწლავ ტვინის ღერძი, როდესაც ჩვენ უნდა ეპილეფსიის მართვაც გავითვალისწინოთ ძილის დარღვევაც და საბოლოო ჯამში გავლენა იმუნიტეტზე. დიახ, ძილით მოუწესრიგებელი ნაწლავი, ეპილეფსიის გამო დარღვეული ნაწლავ ტვინის წონასწორობა აუცილებლად დააზარალებს იმუნიტეტს და თავის მხრივ არასრულფასოვანი იმუნიტეტი, დაქვეითებული იმუნიტეტი, დაუძლურებული იმუნიტეტი აუცილებლად აირეკლება იმ მდგომარეობებზე, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევაში? რამდენიმე ძირითადი ნივთიერება, თუმცა დღევანდელი ჩვენი გადაცემაც კი სრულად არ ეყოფოდა სრულ ჩამონათვალს და ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ გვახსენდება ცილა. ცილა, რომლის გარეშეც არ წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში ანტისხეული, არ წარმოიქმნება არც ერთი ჰორმონი, არც ერთი ფერმენტი, არც ერთი ბიოლოგიურად აქტიური სუბსტრატი, რომელიც მერე მონაწილეობს ჩვენი სიცოცხლისათვის აუცილებელ რეაქციებში. კიდევ რა არის აუცილებელი იმუნიტეტისთვის? რასაკვირველია, ყველა იმ ვიტამინისა და მინერალის ნაკლები, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ ხოლმე გადაცემაში მსჯელობისას, მაგრამ დღეს მხოლოდ რამდენიმეს გაგახსენებთ. მთავარი ანტიოქსიდანტები A ვიტამინი, C ვიტამინი და მათი შემცველობა ცხადია სხვადასხვა პროდუქტში, რომლის შესახებაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. არ დაგავიწყდეთ ვიტამინების როლი D ვიტამინის ჭრილში, როდესაც იმუნიტეტზე ვსაუბრობთ. დიახ, D ვიტამინის მნიშვნელობა განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში უკიდურესად არის დაფასებული, თუნდაც იმიტომ, რომ ის არაუბრალოდ ვიტამინად, არამედ D ჰორმონად არის მონათულური, რადგან მას შეუძლია უზარმაზარი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა დაავადების მართვაში და განსაკუთრებული გავლენა იქონიოს ჩვენს იმუნიტეტზე. დამოუკიდებლად იმისგან, ეს პროცესი დაზარალდა ძილის დარღვევის გამო თუ ეპილეფსიის გამო. მინერალებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ რამდენიმე და გაგახსენოთ, რომ რკინის ნაკლებობა, რკინის უკმარისობა ჩვენს ორგანიზმში და თუთიის ნაკლებობა და უკმარისობა აუცილებლად აისახება ჩვენს იმუნიტეტზე. და მაშინ, როდესაც ჩვენ სრულფასოვანი მარაგი გვაქვს, უბრალოდ ჩვენი ორგანიზმი ადეკვატურად მარაგდება რკინითა და თუთიით, უკვე დასახელებულ ვიტამინებთან და ცილასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შეიარაღება იმისთვის, რომ ჩვენი იმუნიტეტიც მეტად იყოს დაცული და რაც მთავარია, შეივსოს ის ხარვეზები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ეპილეფსიის ან ძილის დარღვევის გამო. და რაც მთავარია, როდესაც ჩვენ ასეთ ცალ-ცალკე ვაყალიბებთ ამა თუ იმ ნივთიერებას, არც ერთი მათგანი უნივერსალური და ერთადერთი საშუალება იმუნიტეტის გამტკიცებისთვის არ არსებობს. დღეს არ არსებობს წამალი, რომელსაც დავლებთ და ერთბაშად ძლიერი იმუნიტეტით გავიღვიძებთ. სამაგიეროდ არის 5 კომპონენტიანი ჩვენი რეკომენდაცია თებში, ანუ დღიური რაციონი, რეჟიმსა და ულუფაში გადანაწილებული ცოდნა, რომელიც ყველა ჯგუფის, ყველა ფერის პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს იმისთვის, რომ სწორედ ამ ნივთიერებების მიღმა და ამ ფერების მიღმა და დაშიფრული ნივთიერებები გამოვიყენოთ ჩვენი ორგანიზმის დაცვითი რესურსების გასაძლიერებლად. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაცია, მე ამით გემშვიდობებით და როგორც ყოველთვის ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.